ყველაზე საბაზისო გაგებით, დამატებითი ღირებულების ჯაჭვი, ეს არის საწარმოო პროცესი, რომლის საშუალებითაც ტექნოლოგია ერწყმის მატერიალურ შესაძლებლობასა და შრომას. ხოლო გადამუშავების შემდგომ ხდება პროდუქტის ბაზარზე გატანა და დისტრიბუცია. თითოეულმა კომპანიამ ამ ჯაჭვურ პროცესში შეიძლება მხოლოდ ერთი რგოლის ფუნქცია შეასრულოს. ან კიდევ შესაძლოა ვერტიკალურად ინტეგრირებული გახდეს. ვერტიკალური ინტეგრაცია კომპანიის ბიზნეს სტრატეგია, რომლის დროსაც ღირებულების ჯაჭვში ის ორი ან მეტი რგოლის ფუნქციას ითავსებს. დაახლოებით ბოლო 4 წლეულია, რაც მსოფლიო ეკონომიკაში, უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო ვაჭრობასა და ინდუსტრიული წარმოების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ეს ცვლილებები შეეხებოდა ერთი მხრივ წარმოებისა და ვაჭრობის გლობალიზებას, რასაც ერთი შეხედვით მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში ინდუსტრიული პოტენციალი უნდა გაეზარდა. მეორე მხრივ კი ეს გულისხმობდა იმ ცვლილებას, რომელსაც ტრანსნაციონალური კორპორაციების ეგრეთ წოდებულ ვერტიკალურ დეზინტეგრაციას ეძახიან. ვერტიკალური დეზინტეგრაცია ეს არის პროცესი, როდესაც კორპორაციები უფრო მეტად ფოკუსირდებიან წარმოების ჯაჭვის უმთავრეს, დამატებითი ღირებულების მქონე სეგმენტებზე, პროდუქტის ინოვაციასა და სტრატეგიაზე. და ამასთან ერთად უარს ამბობენ წარმოების ჯაჭვის ისეთ მნიშვნელოვან, მაგრამ არაცენტრალური ფუნქციების განკარგვასა და ფლობაზე, როგორიც არის მაგალითად მოცულობითი წარმოება. წამყვანი კომპანიები, როგორებიც არიან შვეიცარიული გლენკორი, ამერიკული Apple, ევროპული მულტინაციონალური Airbus თუ ესპანური Zara, მნიშვნელობა არ აქვს ექსტრაქციული ინდუსტრიიდან იქნებიან ისინი თუ ტანსაცმლის წარმოებიდან, წარმოების პროცესს აორგანიზებენ და ადაპტირდებიან ღირებულებათა ჯაჭვისა და წარმოების ქსელების გაშლილ გეოგრაფიულ ველზე. მიიჩნევა, რომ გლობალურ დონეზე ინდუსტრიული ორგანიზების განვითარება და ევოლუცია გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიასა თუ ფირმაზე, არამედ ასევე იმაზეც, თუ როგორ მოახერხებენ ქვეყნები გლობალურ ეკონომიკაში დაწინაურებას. ან საერთოდ მოახერხებენ თუ არა რაიმე წარმატების მიღწევას. საინტერესოა, რომ არა მხოლოდ წარმოებისა და ვაჭრობის გლობალიზების ეპოქაში, არამედ ისტორიულადაც სწორედ ინდუსტრიული ორგანიზების განვითარება იყო პასუხი იმ შეკითხვაზე, თუ როგორ განვითარდა გლობალური ჩრდილოეთი და როგორ გახდა ის ისეთი, როგორიც დღეს არის. ეს არის პროცესი, რომელსაც ხშირად ევროპულ სასწაულსაც ეძახიან ხოლმე. განვითარების ეს პერიოდი, ანუ სოციოეკონომიკური ცვლილება, რომლის შედეგადაც დასავლურმა სამყარომ, ანუ უფრო კონკრეტულად მისმა ცალკეულმა ნაწილმა გადალახა პრემოდერნული ეკონომიკური ზრდის შეზღუდვები და ნელ-ნელა აღმოცენდა მდიდარ და ძლიერ ცივილიზაციად, დაახლოებით მხოლოდ მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. მანამდე დიდი განსხვავება არ არსებობდა ეკონომიკური ცხოვრების დონეებს შორის იმ ქვეყანათა ჯგუფებს შორის, რომელთაც დღევანდელ დღეს გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს ეძახიან. ის თუ რატომ გახდა ზოგიერთი ქვეყანა ინდუსტრიული და რატომ ვერ გახდა დანარჩენი, ამას ეკონომიკური ტერმინებით ტრანსფერების ერთი მიმართულებით გადინების პრაქტიკით ხსნიან ხოლმე, რომელიც ისტორიულად გლობალური სამხრეთიდან გლობალურ ჩრდილოეთში მიედინებოდა. მეორენაირად ამას კოლონიალიზმის პრაქტიკა და კოლონიური ტრანსფერები შეიძლება უწოდოთ. ტრანსფერების ერთი მიმართულებით გადინების საკითხი ჯერ კიდევ არასათანადოდ შესწავლილ ეკონომიკურ ისტორიად მიიჩნევა, ვინაიდან კოლონიურ დაქვემდებარების პროცესში ყოველთვის განსხვავდებოდა ის მეთოდები, რა მეთოდებსაც დომინანტი ქვეყნები ახორციელებდნენ ჭარბი ეკონომიკური ღირებულების ექსტრაქციისათვის გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. მაგალითად, გარდა იმისა, რომ არსებობდა თავად მონობით ვაჭრობა და მისით ნაწარმოები მოგების აკუმულაცია, არსებობდა ასევე მონობის რენტა და სხვა მსგავსი მეთოდები. ვინაიდან ეს მეთოდები ერთიანობაში დაქვემდებარების კომპლექსურ სისტემას ქმნიან, ეკონომიკის ისტორიკოსებისათვის არასდროს ყოფილა იმის გამორკვევა იოლი, თუ რა რაოდენობის ტრანსფერი იქნა განხორციელებული გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან გლობალური ჩრდილოეთის მიმართულებით. ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ჩრდილოეთში ნაწარმოები ეკონომიკური თეორიები და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები, როგორც წესი, არასდროს საუბრობდნენ მსგავსი ტიპის ტრანსფერულ გადინებაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებული ლიტერატურა და დამკვიდრებული თეორიები გლობალური ვაჭრობის საკითხს და ზოგადად სავაჭრო ურთიერთობებს განიხილავენ როგორც ურთიერთობას თანასწორ და სუვერენულ ქვეყნებს შორის. ხოლო ურთიერთობის კოლონიური ხასიათი იშვიათად არის ხოლმე წარმოჩენილი. 1980-90-იან წლებში ბიზნესის ლიტერატურა სიხარულით შეეგება პოსტინდუსტრიული ეპოქის დადგომას. ახალი ეპოქა კორპორაციებს საშუალებას აძლევდა უფრო მოძრავები გამხდარიყვნენ და კაპიტალი ისეთ ეგრეთ წოდებულ ცენტრალურ კომპეტენციებში დაებანდებინათ, როგორიცაა მაგალითად პროდუქტის დიზაინი და მარკეტინგი.
მსგავსი სპეციალიზაცია მართლაც მომგებიანი იყო და ეგრეთ წოდებულ არაცენტრალური კომპეტენციების სხვა კომპანიებზე გადატანის საშუალებას იძლეოდა. ამით იქმნებოდა წარმოების კომპანიათა შორისი ქსელი. გავრცელებული მიდგომებით ამ ქსელში ფირმები წარმოების ადგილისა და მფლობელობის შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ რაციონალურად, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახათ საბაზრო სტრუქტურიდან და საკუთარი კორპორატიული კომპეტენციებისა და სპეციალიზაციისაგან. 90-იან წლებში ამ პროცესის ოდნავ უფრო კრიტიკული თეორიული ხედვა განვითარდა, რომელიც უკვე ყურადღებას ამახვილებდა არსებული დომინაციის პრაქტიკაზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ინდუსტრიებში ამ კომპანიათა შორის ქსელებს ქმნიდნენ. მაგალითად, ზოგიერთი ავტორი მიუთითებდა, რომ მსხვილი კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ცენტრალურ კომპეტენციებს ახორციელებდნენ, ერთი შეხედვით კი იძლეოდნენ მცირე კომპანიებისათვის გარკვეული განვითარების საშუალებას, მაგრამ მაინც ძლიერ კონტროლს ინარჩუნებდნენ მათზე დაქვემდებარებულ ფირმებზე. ასევე ეგრეთ წოდებული მოქნილი სპეციალიზების ისეთი ადგილები, როგორიც იყო მაგალითად იტალიური ინდუსტრიული უბნები, უფრო და უფრო მეტად კონტროლდებოდნენ გარე მსხვილი ფირმებისაგან. ამ მოვლენებმა კომპანიათა შორის ურთიერთობაში ახალი იერარქიები და დამოკიდებულება შემოიტანა და გაჩნდა ეგრეთ წოდებული წამყვანი ფირმების კონცეფცია, რომლებიც სინამდვილეში მართავდნენ ტრანსნაციონალური წარმოების ქსელებს. ხოლო არაცენტრალური, ანუ დამატებითი საწარმოო აქტივობები ხორციელდებოდა ქვეკონტრაქტორების ან შვილობილი კომპანიების მიერ უცხო ქვეყნებში. ქსელის მართვა მოიაზრებდა ლოჯისტიკის, ხარისხისა და ტექნიკური სტანდარტების მართვას. მაგრამ მას ასევე გააჩნდა პოლიტიკური განზომილება. წამყვანი ფირმები დიდ საბაზრო ძალაუფლებას იპოვებდნენ, რაც მათ ღირებულების ჯაჭვიდან არაპროპორციულად დიდი ღირებულების მითვისების საშუალებას აძლევდა. დიდი საბაზრო ძალაუფლება კი წამყვანი ფირმების შემთხვევაში უპრეცედენტო კონცენტრაციას იწვევდა და ამან 90-იან წლებში მთავარ ოლიგოპოლისტურ სექტორებში გარკვეული კომპანიების შერწყმაც განაპირობა. ალტერნატიული თეორიული პერსპექტივები გლობალური წარმოების ქსელების განსხვავებულ მიდგომებს გვთავაზობენ. ისინი ღირებულებათა გლობალური ჯაჭვის სისტემას როგორც სტაბილურ, თუმცა მუდმივად სადავო სივრცეებად წარმოგვიდგენენ, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან ეკონომიკური ღირებულების წარმოქმნის, დისტრიბუციისა და მართვის განსხვავებული მოდელები. ამ პერსპექტივაში წინა პლანზე ინაცვლებს ისეთი საკითხი, როგორიც არის ურთიერთქმედება პოლიტიკურ გარემოსა და ბაზრის ტექნიკურ მახასიათებლებს შორის. სოციალური ძალები კი ხშირად ცდილობენ გლობალური წარმოების ქსელში ჩარევას და პროგრესული დღის წესრიგის განხორციელებას, მაგალითად შრომის პირობების გაძლიერებით თუ გარემოს საკითხების წინ წამოწევით. მაგრამ რაც მთავარია, ეს მიდგომები გლობალური წარმოების ქსელს ხედავენ არა როგორც თანასწორ და სუვერენულ ქვეყნებსა და ფირმებს შორის არსებულ სავაჭრო და წარმოებით ურთიერთობებს, არამედ როგორც ერთიან სისტემას, რომელსაც ასიმეტრიული ძალაუფლებრივი ურთიერთობები ახასიათებს მის შემადგენელ აქტორებს შორის. სისტემის შიგნით მოთამაშე აქტორები ერთდროულად კიდევაც თანამშრომლობენ, მაგრამ ასევე თავიანთი პოზიციებისა და ინტერესებისათვის იბრძვიან. რის გამოც წარმოების არსებულ ორგანიზების წესსა და მის სისტემას ან იცავენ, ან კიდევ მის სათავისოდ გარდაქმნას ცდილობენ. ეს მიდგომა საბოლოო ჯამში იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ საბაზრო და პოლიტიკური ძალები სინამდვილეში მჭიდროდ არიან ურთიერთდაკავშირებულები. ამდენად, ამ თეორიული მიდგომით წარმოების გლობალური ქსელები წარმოადგენენ ჰეგემონურ სტრუქტურებს, რომლებიც ქმნიან ისტორიულ ბლოკს ეკონომიკური, პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალების ურთიერთქმედების შედეგად. ხოლო ამ ჰეგემონურ სტრუქტურაში დომინანტური კოალიციური ძალა აზღვევს სისტემის სტაბილურობას სათავისოდ. ჰეგემონური სტაბილურობა აქ უზრუნველყოფილია ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ძალების ურთიერთქმედების შედეგად. მაგრამ ის არ არის მუდმივად სტაბილური და მოწინააღმდეგე სოციალური ძალების შედეგად მუდმივად განიცდის შეპირისპირებას. რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა სისტემის მორყევა და ჰეგემონური სტრუქტურის ჩამოშლაც და ალტერნატიული სისტემის დაბადებაც განაპირობოს.